მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ თქვენი ნინია და შემოვედი ასეთი მოკლე ჩართვით. მის სულში, მის გულში და ტვინში ვნახოთ რა ხდება. ნახოთ. მის სულში. ოხოხო. რა ძლიერება ტრიალებს. იცით რა არის? იბრძვის, ოღონდ ცუდად არ იბრძვის, კარგად იბრძვის, რომ თქვენთან იყოს, ან შეცვალოს რაღაცა და განახოთ სიძლიერე, როგორი კარგი ტიპია, ან ქალბატონია, მარტო გოგოები ხო არ უყურებთ, არა პარტნიორზეა ეს, ხო? ნერვიულობს თქვენთან რომ არის, ან თქვენთან რომ არ არის, იცით? თითქოს ენაებმევაო და ვერ საუბრობს და მერე მიდის და მის სულში ესე იგი აი ესე ტირისა ესე კნესის რომ მე რატომ ის ვერ ვთქვი რაც იმის თქმა მინდოდა ან რატომ არ გამახსენდა მიხვდით ხო იცით რატო იმიტომ რომ გოგოც და ბიჭიც აქ ძლიერი პერსონები ამოხვედით და როგორ იცით თითქოს ისეთ ძალას გრძნობს თქვენში თქვენგან რომ აი თავის თავს ებრძვის თითქოს თქვენს გეჯიბრებათ ცოტა ესე ვიტყვი ოღონდ ცუდად არა კარგად რა თქმა უნდა მაგრამ სულის ტკივა იმიტომ რომ აი ცოტა შეიძლება ისე ვერ იქცევა როგორც საჭიროა მიხვდით ხო როგორც საჭიროა იმიტომ რომ აქ გოგოც ამოვიდა ბიჭიც და ბრძოლა ხო ხდებით ან ერთმანეთს ებრძვით მიხვდით ხო ორივე ებრძვით ერთმანეთს ესეც ამოდის და რა უნდა და ძალა უნდა რომ მოიკრიბოს და შეხვედრა უნდა შეიძლება ამ ეტაპზე ან დაშორდით ან შორს ხართ და აუცილებლად როგორ იცით აი უკვე თავის თავს ებრძვის მანდილოსანი ხართ არის თუ ბიჭი ხო ვინც ჩავიფიქრეთ რომ აი თითქოს კოჭებს აგორებს ქვებზე იხედება რომ აი როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან ან ღირს თუ არა გამოსვლა მიხვდით ხო თან ეჭვიანობს რომ ესე იგი ხوار დააგვიანდა ვისაც ეს თემა გაქვთ ან ეჭვიანობს გოგოც და ბიჭიც თქვენი პარტნიორი ესე იგი მეტოქე ხომ არ არისო მეტოქეო ну ეს მისი სული აბა გული ვნახოთ იცით რა არის რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს ეს ახლა მამაკაცი დაჯდა გოგოსაც ამოვყრი რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს თქვენი პარტნიორი ხო თითქოს როგორ იცით პირველობა უნდა ეს გოგოებო ბიჭებს თქვენს პარტნიორებს შეეხება პირველობა უნდა იცით როგორია ცოტა ცივია სიტყვის გამო არ ჩაიდებს ჯიბეში ხელს ხო ხდებით არა შეუძლია ისეთი რაღაცა თქვას აი უცებ გადაჭრას უცებ მოიფიქროს უცებ რაღაცა გააკეთოს აი თავისმა ხასიათმა ხო კი ძლიერი პიროვნებაა ძლიერი მაგრამ გულში რა აქვს იცი უკვე სამყაროს თხოვს მაღალძალებს თხოვს რომ აი ეს რაღაცა გაურკვევლობა შეაჩეროს უყურეთ თქვენთან ერთად უნდა თქვენ ჭერ ქვეშ უნდა ყოფნა და ეს რატომღაც ამ ეტაპზე არ გამოსდის არ გამოვრიცხავ რომ ბევრი თქვენ არ აძლევთ საშუალებას იმიტომ რომ აქ ისეთი ცეცხლი და კოცონი გიზგიზებს რომ იცით რა არის შეიძლება აღარ უმხელთ ერთმანეთს სიყვარულს მაგრამ ორივე მხრიდან არის სიყვარული მაგრამ აქ უკვე რა არის იცით შურისძიებაა კი ცოტა არ იყოს გადასული შურისძიებაში ეს ტარო თვითონ ამოვარდა რისი თქმა უნდა ნუ აქ რა არის იცით ეს გოგოებო ეხა მამაკაცებო მაგრამ გოგოებო ისე დაჯდა ეს კარტი რომ თქვენს გეხებათ ორივეს უყურეთ შეხვედრა ამოდის მის გულში შეხვედრას ფიქრობს მაინც მიუხედავად ამისა ეს სიტუაცია იყო გამოიარეთ აქ ბრძოლები აქ გამოიარეთ ეს სიტუაცია ცოტა გაურკვეველი ცივი ორივეს მხრიდან ფინანსებთან დაკავშირებით
დაჯდებით შეიძლება გოგოებო თქვენი მამაკაცი პარტნიორი ჟმუტია და ცოტა აზის თავის ფინანსებს მიხვდით ხო? ესეც შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ აქ ამოვიდა უკვე შეხვედრა, ამოვიდა სიყვარული, ამოვიდა რა? მთავარი ანგელოზი უყურეთ, სიყვარულის ანგელოზი. გოგოებო, ბიჭებო, ორივე განიხილებით აქ ნახეთ. ჯერჯერობით მე გულს განვიხილავ ბიჭი, გოგო, მაგრამ აქ უკვე მეორე მხარე, ორივე გოგოებიც დაჯდა და ბიჭიც. აუცილებლად იქნება შეხვედრა, თქვენი თასები შეივსება, უყურეთ როგორ არის სასიყვარულო თასი, არ გამოვრიცხავ რომ, რისი თქმა უნდა სამყაროს გადმოვარდა, ნახეთ, თეთრი მაგი, ძალაში შეხვალთ, ნახეთ, ვისაც ესე იგი, აი ეს გამოწევა გაქვთ ჩემი გაკეთებული, აუცილებლად მოვა ადამიანი და მე აქ მიჩვენებს რომ იქნება შერიგება კი სხვანაირად ვერ აღწერ ამას მიხვდით ხო გასაგებია აბა თქვენ რა გინდათ აბა თქვენ თვითონ გოგო ხარ ხა თუ ბიჭი ვინც მიყურებ ხო აი თქვენ რა გინდათ თქვენი პარტნიორის მიმართ ან პარტნიორთან ან პარტნიორის რა ფიქრებში, აბა როგორ ზიხართ, თქვენ რა გინდათ და იცით რა არის, რომ დაწყნარდეს სიტუაცია, ეს ბალანსი შეინარჩუნოთ, ეს არეული, ხან გინდათ, ხან არ გინდათ, იცით, გოგოებო, ბიჭებო, მაგრამ მაინც გინდათ, უარს არ იტყოდით მასთან ისევ ყოფნაზე, მაგრამ გინდათ, რომ აი ეს ახალი, გასუფთავებული, ახალი განახლებული, თითქოს აი რომ სიტუაცია დაიწყოს მაგრამ ამაში ცოტა არ იყოს ეჭვი გეპარებათ თქვენ ძალიან ძლიერად გახართ იცით და აი არ გჯერათ რა თან გინდათ თან არ გინდათ მიხვდით ხო კი თქვენ აქ არის გამოწევა ელოდებით ახალ ნაბიჯებს და აუცილებლად იქნება აქ მიჩვენებს რომ შეიძლება აი ამ გაშლის მერეც უკვე პიროვნება მოვიდეს მაგრამ თქვენც უნდა მოინდომოთ ხო ხვდებით ახალ თემებს ეძებთ შეიძლება თქვენც რიტუალებს უყურებთ არ გამოვრიცხავ რომ ესე იგი მოვიდეს შერიგება წმენდები ამოდის კი აგერ ხედავ წმენდები ამოდის ან გაშლებს უყურებთ მიხვდით ხო მაგრამ რა არის იცით შეიძენთ აი თქვენ თვითონ აქ ფიქსირდება რომ შეიძენთ ისეთი უნარებს ურთიერთობებში გულისხმობ მე და თქვენზეა დამოკიდებული აი ეს როგორ განვითარდება ეს თემა მიხვდით ხო აუყურეთ წყვილი ნახეთ ოჯახის შექმნა ნახეთ უყურეთ სიყვარული აი უყურეთ რა ერთად ყოფნა ნახეთ და ანგელოზებიც თქვენთან არიან აბა რას გეტყოდათ სამყარო აბა ჯერ ბიჭებს რა დარიგებას მოგცემდათ აი ამ სული გული და ესე იგი მისი ტვინი ხო ტვინი აბა ვნახოთ რა და ბიჭებო უყურეთ როგორ დაჯექით თქვენ თვითონ ცოტა შეცვალეთ რაღაცა თქვენში რაც გიშლით ხელს თქვენი ხასიათი თქვენი რქები ცოტა არ გეწყინოთ დაადაბლეთ მიხვდით ხო თქვენი აი ეს არა მე კაცი ვარ და მარტო მე მოლბით მოთბით ცოტა მეტი ფლირტია საჭირო სითბოა ურთიერთობაში საჭირო მიხვდით სიტყვებია საჭირო სიყვარულის ახსნა საჭირო ყოველდღე უნდა უთხრათ როგორ მოგწონთ როგორ გიყვართ თორე ვინც თავის მანდილოსანს პარტნიორს არ ეტყვის ამ სიტყვებს თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ თქვენს გარდა იმ თქვენს მანდილოსანს და პარტნიორს სხვა უყურებს მიხვდით ხო ეს ჩემი დაწესებული არ არის ეს არის ცხოვრების ბუნებრივი წესი კარგით და აბა ეხლა გოგოებო თქვენ რას გირჩევდათ სამყარო აი ამ სიტუაციაში თქვენ დარჩით ისევ ისეთი როგორიც ხართ
მხიარული, სტუმართ მოყვარე, მაგრამ რა არის იცით ვინ უნდა შემოუშვათ სახლში. თქვენ ეტყობა რა არის იცით, ადრე მოდიოდა უფრო ან ხშირი შეხვედრები იყო, შეიძლება ესე გათამაშდეს ბევრთან რომ ოჯახშიც მოდიოდა მისი ამხანაგებით, ხო? ან თქვენი ამხანაგებით. დარიგება რა არის იცით? გააგრძელეთ ესეთი მხიარულობა, მაგრამ უყურეთ, ცოტა შეწყვიტეთ, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, შეწყვიტეთ აი ეს ხალხმრავლობა. იცით რატო? იმიტომ რომ გიშლით ურთიერთობაში ხელს, მიხვდით? კი, გიშლით ურთიერთობაში ხელს უყურეთ და აუცილებლად გამოსწორდება სიტუაცია, მიხარია ძალიან. ანუ სხვა პიროვნებები, ძმაკაცები, დაქალები, მიხვდით ხო? იქ შური მიმდინარეობს თქვენ სიყვარულთან, მიხვდით ხო? უყურეთ და აი ეს კამათები რაც იყო აქ მიჩვენებს ახლა ხედავ და უგრძნო, აი ეს შეჯიბრება რომ აღარ მოხდეს ერთმანეთში, მიხვდით ხო? აი ეს შეჯიბრება და დარჩით ისე რომ თქვენ თვითონ მოაგვარეთ, ეცადეთ რომ მოაგვაროთ სიტუაცია. ნუ ეხა ანალიზის თვალსაზრისით ძალიან კარგად გამოვიდა. თქვენ თუ გინდათ და მოისურვებთ, აუცილებლად აი ეს გადმოვართ და გაჩვენებთ, სამყარო გეუნებათ, გაურკვევლობაში ნუ ხართ, გამოდით, ან ხოთქვით, ან არა, ან დახურეთ ეს სიტუაცია, რომ ბოლო-ბოლო რაღაცა ახალი დაიწყოთ თქვენ ცხოვრებაში. მოკლედ, აი ეს იყო ჩემი მოკლე ჩართვა, მოიწონეთ ვიდეოთ ხომ იქნება ხოლმე და არ დაგეზაროთ, მოწონებას დააჭირეთ. თქვენთან იყო ნინია, გამოიწერეთ არხი, ეს ჩემი მეორე არხია და ლინკი მოძებნეთ გაშლების ქვეშ, გადადით პირველ არხზე ტარო ნინია და დაგხვდებათ თეთრი მაგია, გამოისწორეთ ცხოვრება. მომავალ შეხვედრამდე.